გამარჯობა ჩემო გამომწერებო, უკვე ჰაერში ვარ და რამდენიმე საათში ჩავფრინდებით კვარას თამაშზე. რაღაცა კადრები კიდე მინდა რა. გამარჯობა. გამარჯობა. მე ინფლუენსერი ვარ. ესეთი კონტენტ ლაინი მაქვს რა. აი ხო იცი უცხოელები რო ვერ ამბობ ხვიჩა კვარაცხელიას. ეხა გადაგიღებ ვითომ უცხოელი ხარ და რო თქვა რომ ხვიჩა ქვალაფლელი ან რაღაც ეგეთი ძალიან ფანი იქნება. არა, მადლობა არ მინდა ცო. ვიდეოში გამოგაჩენ ძალიან ბევრი ნახვა გექნება. არ მინდა. აი, მადლობა. So looks გავაგზავნე მაშინ. მოგლედ მეგობრებო, ჰაერში ვარ და რამდენიმე საათში ჩავფრინდებით ნეაპოლში. პარიზში. პარიზში? ხო. ჩემო გამომწერებო, როგორც ისეთ ერთ-ერთმა კომპანიამ აჩუქა მე ხვიჩას თამაშზე დასასრები ბილეთი, ოღონდ ჩელენჯი იყო ესეთი, რომ არ ვიცოდი სად მივფრინავთ, ანუ მიმართულება არ ვიცოდი და როგორც ჩემო გამომწერმა მითხრა, მივფრინავთ პარიზში. ვისაც თამაშება ნაპოლი? PSG Reims-ი. ძალიან მაგარ თამაშზე მივიდივართ მეგობრებო, ნაპოლი PSG Reims-ია, ასე რომ გამოყვებით და ჩვენთან ერთად უყურეთ ძალიან მაგარ თამაშს. რა ნაპოლი, კაცო, პარიზში გადავიდა კვარა. გადავიდა? და იქნა უნდა იაროს ნეაპოლში? მთლიანად გადავიდა, 70 მილიონად. ანუ ეგ მაისური იტალიას რო გადაუფრინდ გადააგდე. იმას მაინც გაახარე. შენი აზრით ყვილად მაცვია PSG-ს მაისური? აუ, კარგი რა დროს გადავიდა ხა, ყველაფერი თავიდან უნდა გადავიღო. PSG-ს მაისური. რაღაც მინდა ხო? გისმენ. მოკლედ მეგობრებო, უკვე ჰაერში ვართ, მივფრინავთ და რამდენიმე საათში ჩავფრინდებით პარიზში კვარას თამაშზე. მე ვიცი რომ PSG-ში გადავიდა კვარა და ეთამაშება Reims. ასე რომ დაგველოდეთ. ხო ჩაწერე, დამიბრუნე ახლა მაისური. რა ვქნათ, იცი, არ ჩემი საქმე ვერ გაფუჭდეს და არ ჩემი. ვითომ გათამაშება მაქვს, კვიზი გავაკეთოთ. კითხვებით შენ მოიფიქრე რომ პასუხები იცოდე და ვითომ ამ გათამაშებაში მოიგე ეს მაისური. ძალიან ფანი იქნება. არ მინდა ძმაო, დამიბრუნე მაისური. რა ვქნათ, იცი მაშინ? აი ეს ჩელენჯი როა რა, ერთი რომ მიმიკას აკეთებს და მეორე ხმას. ძალიან ფანი იქნება და ძალიან ვაირალ გავა. მართლა. არ მაინტერესებს ჩემი მაისური, დამიბრუნე. მაშინ ის გავაკეთოთ. We listen and we don't judge. ძალიან მაგარი გამოვა მართლა. რა judge, ბიჭო, შენ შარს ხო არ ეძებ? ძალიან მაგარი იდეა. თვითფრინავში დავდივარ და შარს ვეძებ. კაი ჩელენჯი გამოვა. გინდა მაგარი კონტენტი გითხრა? მითხარი? აი მეგობრებო, ჩელენჯი, გასკოჩე ინფლუენსერი, გააზიარეთ, გავტრენდოთ. ლიგა 1-ის მე-19 ტურში PSG Reims უმასპინძლებს. ამ შეხვედრაში ხვიჩა კვარაცხელიას დებიუტი უნდა შედგეს. სხვათა შორის არსებობს შანსი, რომ კვარა როგორც საფრანგეთის, ასევე იტალიის ჩემპიონი გახდეს, თუ ნაპოლის სკუდეტოს მოიგებს. მოკლედ შეიძლება ითქვას, კვარა PSG-ში მუშაობს და ნაპოლიში ონლაინაა. კვარა სრული დატვირთვით ვარჯიშობს და Reims-თან მის დებიუტს ველოდებით. კლუბში მას ძალიან კარგად დახვდნენ. ლუის ენრიკემ შეაქო, პრეზიდენტმა შეაქო და ფეხბურთელებმაც შეაქეს. მოკლედ ყველაფერი იდეალურად მიდის. ახლა მთავარია PSG-ში ვინმე რასპადორი არ გამოდგეს. Reims-ამდე PSG ჩემპიონთა ლიგაზე City-ს შეხვდა 0-2-დან დაუხამბექა და 4-2 დაამარცხა. ამ შეხვედრას კვარაცხელია ტრიბუნებიდან ადევნებდა თვალს და როგორც ჩანს, კარგი ფეხი ჰქონია. პრინციპში კარგი ფეხი ექნება, თითოში 35 მილიონია გადახდილი. ფიტბურგერთან ერთად გეტყვით რა უნდა ვიცოდეთ გუნდებზე. PSG-ს და Reims-ის ბოლო 10 ურთიერთდაპირისპირებიდან 6 PSG მოიგო, 4 მატჩი კი ფრედ დასრულდა. ლიგა 1-ის მიმდინარე სეზონში PSG თამაშის საშუალოდ 8 ჯერ ურყავს ყარში, Reims-ი კი 11 ჯერ ჯარიმდება. PSG თამაშის საშუალოდ 7 კუთხურს აწვდის, Reims-ი კი 2 ჯერ ხდება თამაშგარეთში. ჩემი პროგნოზია PSG-ს ფორით მოგება. PSG ცხრილში პირველ ადგილზეა, 9 ქულით უსწრებს მეორე ადგილოს ანს. Reims-ი საკმაოდ ქვევით არის სატურნირო ცხრილში. თან PSG სახლში თამაშობს და ვფიქრობ, რომ Reims მინიმუმ 2 ბურთიანი სხვაობით დაამარცხებს და დიდი იმედი მაქვს, რომ ამ დამარცხებაში კვარას დიდი წვლილიც იქნება. ჩემი პროგნოზია PSG-ს კუთხურების მეტი. ამ მაჩვენებლით PSG ლიგა 1-ში პირველ ადგილზეა, რადგან საკმაოდ სწრაფი ფლანგის შემტევები ჰყავს. ფიქრობ, Reims-თან ისინი ძირითად დრო შეტევაში გაატარებენ და სწორედ ამ ფლანგის შემტევების აქტიურობას ლოგიკურად უნდა მოყვეს მეტი კუთხური.